ზიამაღლობელის მიერ სილის გაწვდისგან რომ ტკივილი განიცადა, ამაზე ირაკლი დგებუაძემ სასამართლოსაც უთხრა და დარბაზში დამსწრეებსაც თხოვა მის მდგომარეობის გაზიარება, როცა მის მიერ განცდილი ტკივილი საზოგადოების ხუმრობის საბაბი გახდა. ბათუმის პოლიციის უფროსი რეჟიმის პატიმარი ჟურნალისტის პროცესზე იკითხება, დღეს ის სასამართლოში ადრე მივიდა, რომ გარეთ შეკრებილების შეძახილებისგან თავი აერიდებინა. თუმცა ზიამაღლობელის მხარდამჭერების შეძახილებმა დარბაზში მაინც შეაღწია. თავისუფლება მზიას ისმოდა სასამართლოს ეზოდან, როცა ფანჯრებ დახურულ დარბაზში დგებუაძე იკითხებოდა. დგებუაძის დარბაზში შესვლისთანავე მიდგომები გაამკაცრა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. განსაკუთრებული აგრესია კი მან ტელეკომპანია ფორმულას გადამღები ჯგუფის მიმართ გამოავლინა. ის მოითხოვდა, რომ პირდაპირ ტრანსლირება ფორმულას ეთერში შეწყვეტილიყო. ჩვენმა ჟურნალისტმა მას აუხსნა, რომ პროცესი ეთერში დაყოვნებით კანონის შესაბამისად გადაიცემოდა, თუმცა ჯგუფი მაინც გააწევეს. მოგვიანებით ჟურნალისტი ოპერატორის გარეშე შეუშვეს. თამარ თედიაშვილია ეს ჟურნალისტი, ის მოგვიყვება, როგორ გაგრძელდა პროცესი პირდაპირ ეთერის შეწყვეტის შემდეგ. დიახ, 3 საათზე მეტია, რაც ირაკლი დგებუაძეს კითხავენ, მას შემდეგ რაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გამოგვაძევა და უსაბუთებლად შესვენების შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ჟურნალისტი, მხოლოდ მე დაუბრუნებულიყავი სხდომათა დარბაზში ოპერატორის და კამერის გარეშე. ამ წუთებში ირაკლი დგებუაძეს შეკითხვებს უსვამს დაცვის მხარე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა თავის დროზე ზიამაღლობელი პატიმრობაში დატოვა შემდეგი არგუმენტით, რომ იყო მომეტებული საფრთხე განმეორებითი დანაშაულის ჩადენის. სწორედ ამ შეკითხვით დაიწყეს ადვოკატებმა მისი გამოკითხვა, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა, გრძნობს თუ არა ის საფრთხეს ზიამაღლობელისგან და საჭიროდ მიიჩნევს თუ არა, აუცილებლად მიიჩნევს თუ არა მის პატიმრობაში დატოვებას. ირაკლი დგებუაძემ ამ კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის პირადად საფრთხეს არ გრძნობს, თუმცა ის ქმედება, რაც ჩაიდინა ზიამაღლობელმა მისივე თქმით, ანუ პოლიციელზე თავდასხმა, თავად ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და ჟურნალისტისთვის არ არის დანაშაული, ის არ თვლის ზიამაღლობელს, როგორც ირაკლი დგებუაძემ განაცხადა, არც ერთხელ არ უთქვამს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, სწორედ ამიტომ თვლის დგებუაძე, რომ ზიამაღლობელისთვის ეს ქმედება იყო ნორმა და სწორედ ამიტომ თვლის, რომ სხვა ადამიანებისთვის, სხვა პოლიციელებისთვის შესაძლოა იყოს ზიამაღლობელი კვლავ საფრთხე, თუმცა გაუსვა ხაზი იმას, რომ ის თავად არ გრძნობს საფრთხეს ზიამაღლობელისგან, ასევე ირაკლი დგებუაძემ განაცხადა, რომ ზიამაღლობელი იყო გაღიზიანებული, აგრესიული პოლიციის მიმართ და ეს თავდასხმა იყო თავდასხმა პოლიციაზე და არა პერსონალურად ირაკლი დგებუაძეზე მიღებულ განცდილ ტკივილთან და ემოციებთან დაკავშირებით კი დგებუაძემ განაცხადა, რომ მან განიცადა ტკივილი და ასევე იგრძნო თავი შეურაცხყოფილად. დგებუაძის განცხადებით ეს იყო შეურაცხყოფა არა მხოლოდ მისი, არამედ სრულიად პოლიციის. კონკრეტული დანაშაულები მოხდა, ჩაიდინა საზოგადოებისია, რომელიც აღწერილია საბედნიერო მისი ვიდეოების მას დანაშაული აღშალებელი. ანუ ის ეს ქმედება, მე ეს ავიღე. ეს ქმედება აბსოლუტურად ნორმალურია. მე შეიძლება თავი ვერ დამისწრებს. სიტუაციური ზეუდება ზიამაღლობელის ხომებას გააძლიერებს პოლიციების სამხედრო მუშაობები. ის ნორმალური ქმედება შეუძლია პოლიციამ მიიღოს თავდასხმა და საფრთხეს დაარღვას. დავით თქვენის ის არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ ამ ბლოკში პოლიციელზე თავდასხმა, სახელმწიფოს დაარღვევა არის არაკანონიერი ქმედება, არც ერთხელ არ უთქვამს ამ კონკრეტულ ფაქტზე ზიამაღლობელს, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ვერტმეუბნებით სამომავლოდ შემდეგ აქციაზე, როდესაც ღმერთმა დაუსრულებაზე ამოყოს, იგივე დანაშაულს არ ჩაიდენს. ბუნებრივია, ძირითადი შეკითხვები არსებობს ირაკლი დგებუაძის მიერ განცდილი ტკივილის, შეწითლებული ლოყის თუ ლოყასა თუ ყურთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა. ირაკლი დგებუაძეს კითხეს განიცადა თუ არა მან ტკივილი და რა სიძლიერის იყო დარტყმა, მან განაცხადა, რომ დარტყმა იყო საკმაოდ ძლიერი, თუმცა ტკივილი არ ყოფილა განგრძობითი, მან განიცადა წუთიერი ტკივილი და სიწითლესთან დაკავშირებით მან თქვა, რომ მისმა თანამშრომლებმა რამდენჯერმე უთხრეს, რომ ლოყის და ყურის არ ჰქონდა შეწითლებული
გაკეთებული, მან თავადაც შემდგომ უკვე სარკეში ნახა მისის სახე და აღნიშნა, რომ ქონდა გაწითლებული მის ჩვენებაში, როგორც თავად აცხადებს, როდესაც გამომძიებელმა დაუსვა კითხვა, სინონიმი ვერ მოძებნა სხვა სინონიმი ვერ მოძებნა და განაცხადა, რომ მან განიცადა ტკივილი, ამით ის ცდილობდა, რომ ხაზი გაესვა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებაში როგორც თავად ციტირებ, საღლიცინოდ ქცეული თემა იყო პროცედურის ნაწილი, გამომძიებელმა დაუსვა კითხვა კონკრეტული ტკივილსა და დაზიანებასთან დაკავშირებით და მან უპასუხა, რომ ტკივილი იყო, თუმცა ეს ტკივილი არ იყო განგრძობითი, იყო წუთიერი და ასევე მან დაინახა ლოყის და ყურის სიწითლე და ის სხვა სინონიმს ვერ მოძებნიდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა ეს პასუხი შეგვიძლია, რომ პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. პოლიციის გუნდის ხაჩავს ეუბნება ფრაზას მე რომ დამაკავეთ და აი მოკაჩვის დროს ესეც კი ძალიან გამიკვირდა რა. ჩემთვის მიცემას ვაპირებდი რომ ესე მოიცემა, ჩემთვის მიცემა არ დამცავთ. ერთად დამარხა მარგვენა საფისავში. აფრის ძლიერება და შეიძლება შეიძლება საკმაოდ ძლიერი. ჩვენებაში დაფიქსირებული ჩემს მიერ განსტილი ტკივილიც ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში და მე განვიცადე ტკივილი. რამოდენიმე ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნა რა სახეზე ახლა სიცოცხლე გაქვს, ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს. უნებრივია მე დავინტერესდი რომ დამჭირს სახეზე. ჩემს სამშობლო კაბინეტში ასვლის შემდეგ სარკემად შესაძლოა ჩავიხედე ხონდა სიცოცხლე. ბათუმის პოლიციის უფროსის გამოკითხვა, როგორც უკვე გითხარით, 3 საათზე მეტი დრო არაც გრძელდება. სხდომის პარალელურად სასამართლო დარბაზთან შეკრებილები არიან მოქალაქეები, მზია ამაღლობელის მხარდამჭერები და სხდომის დარბაზში ისმის შეძახილები. შეძახილები ისმის როგორც ირაკლი დგებუაძის, ასევე სასამართლოს და მოსამართლე ნინო სახელაშვილის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი სხდომაა. დღეს იკითხება მთავარი პირი ამ ინციდენტში, ადამიანი, რომელზე თავდასხმასაც პოლიციის უფროსი, რომელზე თავდასხმასაც ედავება ბრალდების მხარე მზია ამაღლობელს. მზია ამაღლობელი უკვე 4 თვეა პატიმრობაში იმყოფება. მას 353 მუხლით ედავებიან სამართალდარღვევას. გამოკითხვა, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვა ამ წუთებშიც გრძელდება.